დაუბრუნდით პირდაპირ ეთერში, ახლა საქართველოში 9 საათი და 45 წუთია და კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ თქვენ უსმენთ გადაცემა დილის რადიოს ტალღაზე FM 104.5. ჩვენ ამ გადაცემის წამყვანები ილო და თეო გახლავართ. დღევანდელ გადაცემაში არაერთხელ აღვნიშნეთ და ახლაც გავიმეორებთ 10 დეკემბერი ადამიანის უფლებების დღეა. დღეს 72 წელი შესრულდა გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის მიღებიდან. ამ თემაზე დილის რადიოს სტუმარი ნიკოლოზ მეგრელიშვილი გახლავთ, კონსტიტუციონალისტი, სამართლისა და პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტის გამგეობის თავმჯდომარე. ნიკოლოზ, მოგესალმებით. გამარჯობა ნიკოლოზ. მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. მადლობა თქვენ მოწვევისთვის. და ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია იქცა საბაზისო დოკუმენტად, რომლის საფუძველზე შეიქმნა არაერთი საერთაშორისო ხელშეკრულება ადამიანის უფლებათა დაცვის შესახებ. რაში მდგომარეობს ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების არსი? მოგესალმებით, პირველ რიგში გილოცავთ დღევანდელ დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანი დღეა, რადგანაც ჩვენთვის ადამიანის უფლებები არის ფუნდამენტური ღირებულებები, რომელიც პრინციპოს და ჩვენ ურთიერთობებს ამ შემთხვევაში აქცევს ძალიან მაღალ პრიზმაში. პირველ რიგში ჩვენ როგორც საქართველოს მოქალაქეები ვსარგებლობთ პოლიტიკური, სოციალურ-ეკონომიკური და პირადი უფლებებით, რომელიც კონსტიტუციის საფუძველზე გვაქვს მინიჭებული. კონსტიტუციის მეორე თავის საფუძველზე, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ 1948 წლის ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციამ ეს უფლებები თავისუფლად საერთაშორისო სამართლებრივ დონეზე დაარეგულირა და შეიძლება ითქვას, რომ ეს დოკუმენტი არის ამ უფლებათა კონსტიტუცია. პირველად ესეთი ნაკრები საერთაშორისო სამართლებრივ დონეზე მიღებული იქნა და მასში თავმოყრილი არის როგორც პირადი, ესევე სოციალურ-ეკონომიკური და პოლიტიკური უფლებები. ესეთი გლობალური გარღვევა დეკლარაციული თვალსაზრისით მანამ მსოფლიოს არ ახსოვს და შეიძლება ითქვას, რომ ეს ერთგვარი კატალიზატორი არის სხვა ქვეყნებისთვის იმ თვალსაზრისით, რომ მათ თავის კონსტიტუციაში სრულყვეს და საერთაშორისო სამართლებრივი დოკუმენტის თვალსაზრისით მიიღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტი. რაც შეეხება თქვენს კითხვას უფლებებთან მიმართებაში, უფლებები არის სახელმწიფოს ქვაკუთხედი, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ თუკი ჩვენ ვიტყვით, რომ რისთვის არსებობს სახელმწიფო, ეს არის მისი პირველადი და შესაბამისად დანიშნულება, რომელიც გულისხმობს ადამიანის უფლებების დაცვას და აღიარებას და შესაბამისად შეიძლება ითქვას, რომ სახელმწიფო თავის მხრივ შემოჭილია ჩვენივე უფლებებით, რომ არ იყოს აბსოლუტური ძალაუფლება მათ შორის კონცენტრირებული მათში და შესაბამისად ჩვენ როგორც ხელისუფლების წყარო ჩვენივე უფლებების საფუძველზე მათ შორის პოლიტიკური, მათ შორის სოციალურ-ეკონომიკური და პირადი უფლებების საფუძველზე ვახდენთ გარკვეულად ზეგავლენას ქვეყნის მართვა-გამგეობაზე, ვახდენთ ზეგავლენას ჩვენივე უფლებების აღიარებაზე და შესაბამისად თითოეულმა მოქალაქემ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ და ხაზგასმის ვამბობ ყოველთვის ამას ძალიან კარგად უნდა იცოდეს, როგორც თავისი უფლებები, ესევე მისი დაცვის გარანტიები, რომელიც კონსტიტუციის საფუძველზე მას აქვს. ამ შემთხვევაში ეს უნდა იყოს ერთგვარი ალბათ სამომავლოდ ერთგვარი სახელმწიფოს მიზანიც, რომ თითოეულმა მოქალაქემ ძალიან კარგად იცოდეს კონსტიტუციის მისთვის მინიჭებული უფლებები, რადგან ეს თავის მხრივ დაიცავს მათ ამ შემთხვევაში ერთმანეთისაგან პირველ რიგში და რა თქმა უნდა სახელმწიფოც ამ შემთხვევაში იქნება უფრო მეტწილად თავის მხრივ დაცული იმისგან, რომ არ შეიჭრას ადამიანის გარკვეულ უფლებებში, იმიტომ რომ ეს შეჭრა ყოველთვის არის ძალიან სახიფათო თვითონ სახელმწიფოსთვის და როგორც თავდება, როგორც წესი, ძალიან რთულად მათთვის დიქტატორული რეჟიმების ჩამოყალიბებით, ტოტალიტარული რეჟიმების ჩამოყალიბებით და ადამიანის უფლების მასობრივი რღვევა ამ შემთხვევაში აისახება ასევე სახელმწიფოს იმიჯზე, იმიტომ რომ დღეს თავის მხრივ სახელმწიფოთა მთავარი დანიშნულება საერთაშორისო სამართლებრივი დაკვირვების თვალსაზრისით, რა თქმა უნდა, არის ადამიანის უფლებებისა და თავისუფლების დაცვა. ყველა აბსოლუტურად მთელი მსოფლიო, მათ შორის გაერთიანებული ერების ორგანიზაცია, თავისი უნივერსალური სისტემის მეშვეობით აკვირდება ადამიანის უფლებებისა და თავისუფლების დაცვას ქვეყნების მიერ, თუ როგორ ხდება მათი უფლებების დაცვა და შესაბამისად ეს საკითხი არის ნომერ პირველი ალბათ საერთაშორისო ორგანიზაციებისა და სახელმწიფოთა
განსახორციელებელი საქმიანობის ნუსხაში. და გეთანხმები ნამდვილად ნიკოლოზ და ალბათ ერთ-ერთი მიმზიდველიც ხდება ამ შემთხვევაში სახელმწიფო და სწორედ სასამართლო სტრუქტურის მაღალი დონითაც ერთ-ერთი მიმზიდველი ხდება საერთაშორისო ასპარეზზეც ამ კუთხით ესა თუ ის სახელმწიფო ალბათ დამეთანხმები ამაშიც. დიახ, სასამართლო ხელისუფლებას ძალიან დიდი როლი და მისია აკისრია ამ თვალსაზრისით, რადგანაც ამ შემთხვევაში მართლმსაჯულების მიერ არის ის დარღვეული უფლებების აღდგენის პრივილეგია, რომელიც ადამიანებს შეიძლება დაერღვეს სახელმწიფოს მხრიდან და ერთმანეთთან მიმართებაში დაერღვეს ეს. ნიკოლოზ, ადამიანთა უფლებების შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით ყოველთვის ტარდება კამპანია ახალი ლოზუნგით, ხო, ყოველ წელს. და პანდემიის გამო წელს თუ არის რაიმე ფორმით საინფორმაციო კამპანია და რა არის ადამიანის უფლებების დღის წლევანდელი სლოგანი? ძალიან ფული გამოწვევის წინაშე არის ადამიანის უფლებები, იმიტომ რომ პანდემიის პირობებში ადამიანის უფლებათა მდგომარეობა რადიკალურად შეიცვალა, მათ შორის მოიხსენებათ სახელმწიფოებმა გარკვეული უფლებები შეზღუდეს დღის წესრიგიდან შესაბამისად გამომდინარე, რა თქმა უნდა, და ეს მართლზომიერი შეზღუდვა გახლდათ ჩვენ სახელმწიფოშიც ეს ხდება. დიახ, ჩვენ ვფიქრობთ, რომ წლევანდელი წელი გამორჩეულია იმ კუთხით, რომ შესაბამისად პრეცედენტულად შეიძლება დავარქვათ ეს წელი ადამიანის უფლებების თვალსაზრისით და ჩვენ ამ წელს ვიკვლევთ პანდემიის პირობებში როგორი არის ადამიანის უფლებები და თავისუფლებები, როგორ იზღუდება ის კონკრეტული სახელმწიფოების მიერ, რა კონკრეტულ ღონისძიებებს ატარებენ ისინი, არის თუ არა უზრუნველყოფილი სრულად და შესაბამისად რაციონალური არის თუ არა ადგენილი შეზღუდვები, ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკვლევი საკითხია წლევანდელი ამ შემთხვევაში ამ ციკლისა, რომელსაც ქვია ადამიანის უფლებათა კვირეული მათ შორის და ეს კვირეული შესაბამისად როგორც წესი აღინიშნება მსოფლიოს მასშტაბით ყველგან, ყველა უმაღლესი საგამოძიებო დაწესებულებები ჩართული არიან ამ პროცესში და შესაბამისად იკვლევენ გარკვეულ საკითხებს, რომელიც ეხება ადამიანის უფლებებს და თავისუფლებებს. და პირველადი მონაცემები თუ შეგვიძლია რომ გავაცნოთ ჩვენს რადიო მსმენელს. მესმის რომ ეს კვლევა დასრულებული არ არის, მაგრამ ხო წინა სწარ რაღაც შედეგები ხო იქნება მაინც ცნობილი და თუ შეიძლება ამის გამხელა. აქვე კითხავ მე თქვენი ინსტიტუტის მიერ ესე იგი გამართულ კვირეულის შესახებ რა თემებს და საკითხებს მოიცავდა ეს კვირეული, რო გითხრა უფრო დეტალურად. დიახ, მოგახსენებთ, რაც შეეხება პანდემიის პირობებში ადამიანის უფლებებს და თქვენ კითხვას, ბუნებრივია ჩვენ ვაკვირდებით აი ამ პროცესს. ეს პროცესი გრძელდება პანდემიის დასრულებამდე, მუდმივად ხდება ახალი და ახალი შეზღუდვების დაწესება და ბუნებრივია ჩვენ აი ამ შეზღუდვების მაღლზომიერებას საბოლოო ჯამში აუცილებლად დღის წესრიგში დავაყენებთ და რამდენად არის ეს შეზღუდვები მაღლზომიერი, შესაბამისად ამაზე ვიმსჯელებ ცოტა მოგვიანებით. რა თქმა უნდა, ადამიანის უფლებათა ჭრილში და არანაირად არა პოლიტიკურ ჭრილში ამ შემთხვევაში. ვფიქრობთ, რომ დასარსებული შეზღუდვები გარკვეულწილად შეესაბამება მართლზომიერებას, იმიტომ რომ აი ამ პირველ ეტაპზე რაც შემიძლია გითხრათ, იმიტომ რომ რეალურად პანდემია მძვინვარებს და ამ შემთხვევაში სიცოცხლის უფლების დაცვა, ჯანმრთელობის უფლების დაცვა ძალიან მნიშვნელოვანია სახელმწიფოსთვის. თუ კი უფლებათა შესაბამის შედარებას მოვახდენთ, აქ რა თქმა უნდა პირველ საფეხურზე უნდა დავაყენოთ ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა, რადგანაც ეს სახელმწიფოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი დაცვის ობიექტი გახლავთ. აქედან გამომდინარე, ჩვენ აი ამ კუთხით უნდა შევხედოთ პანდემიურ პროცესს და შეზღუდვებს, რომელიც გარკვეულწილად თითქოს უხერხულობას გვიქმნის ჩვენ, ბუნებრივია ეს არ არის ადვილი გადასატანი და ადამიანებს მუდმივად უთხრდებათ იმის ეჭვი და განცდა, რომ უფლებები არის მაქსიმალურად და არამართლზომიერად შეზღუდული, თუმცა სახელმწიფოს პრივილეგიაც ეგ გახლავთ, რომ შესაბამისად აუცილებლობის შემთხვევაში ადამიანის უფლებათა დაცვის თვალსაზრისით, სიცოცხლის და ჯანმრთელობის უფლების დაცვის თვალსაზრისით მიიღოს ყველა ზომები, რათა მაქსიმალურად დაიცვას ჯანმრთელობა და სიცოცხლის უფლება ამ რთულ პირობებში. რაც შეეხება მეორე კითხვას, სამართლისა პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტი უკვე ნოემბრის ბოლოდან ახორციელებს საჯარო ლექციათა ციკლს, რომელიც ეძღვნება ადამიანის უფლებებს და თავისუფლებებს. ლექციათა ციკლში ჩართული არის
როგორც თბილისის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებების სამართლის დოქტორები, პროფესორები, ესევე ჩვენ ბათუმში უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებების პროფესურა და შესაბამისად ჩვენი მთავარი საჯარო ლექციათა თემა გახლავთ ადამიანის უფლებები. ჩვენ დავიწყეთ საუბარი კონსტიტუციონალიზმზე, გავაგზავნეთ გამოხატვის თავისუფლებაზე. ჩემი პირადი საჯარო ლექცია ეხებოდა ადამიანის უფლებათა დაცვის შიდა სახელმწიფოებრივ და საერთაშორისო მექანიზმებს და გუშინ ჩვენ ვისაუბრეთ ადამიანის უფლებების და პანდემიის შესახებ, რომელიც ძალიან საინტერესო დისკუსია თავიდან საჯარო ლექციის შემდგომი დისკუსიის რეჟიმში გაგრძელდა. აი ამ საკითხებში ჩართული არიან შესაბამისად როგორც მოგახსენეთ ჩვენი ორგანიზაციის წევრებიც და შესაბამისად ის ადამიანები, რომლებიც პრაქტიკულად და თეორიულად იკვლევენ ადამიანის ძირითად უფლებებს და თავისუფლებებს. ძირითადად ეს ადამიანები გახავთ კონსტიტუციონალისტები და სამართლის პროფესორები სხვადასხვა უნივერსიტეტებიდან საქართველოს. მადლობა. რომ იყავით ჩვენთან ერთად, მადლობა ნიკოლოზ და კიდევ ერთხელ ულოცავთ ყველას დღევანდელ დღეს და ილოცავთ და ვიმედოვნებ, რომ მაქსიმალურად იქნება ყველა ადამიანის უფლება და თავისუფლება დაცული ჩვენს ქვეყანაში, მათ შორის პანდემიის პირობებში და ეს ძალიან მნიშვნელოვანი არის ჩვენი ქვეყნისთვის, ერთეული ადამიანისთვის და ყველას ამ შემთხვევაში ევალდებულება რომ დაიცვას სხვათა უფლებები და ყველას ევალდებულება რომ იცოდეს თავისი და სხვისი უფლება. და ალბათ სიმბოლურია ისიც, რომ დღევანდელ დღეს ასევე ცხოველთა საერთაშორისო დღეც აღინიშნება. დაცვის უფლებების დაცვა. მადლობა ნიკოლოზ, რომ იყავით ჩვენთან ერთად. დილის რადიოს სტუმარი გახდათ ნიკოლოზ მეგრელიშვილი, კონსტიტუციონალისტი, სამართლისა და პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტის გამგეობის თავმჯდომარე.